ფიქრობდი რა მე თქვა მაგალითად ბურჭულაძე. კაცი იდიოტია. ერთი ადამიანი მაჩვენეთ სერიოზულად, აი ვიცი და არა ფანატიკოსი. არა, თუნდაც ჩვენი არა ჩვენი მომხრე. ხო, არა ჩვენი მომხრე, რომელსაც სერიოზულად წარმოუდგენია, რომ პატა ბურჭულაძეს შეუძლია რევოლუცია. რევოლუციის აი იმათი რიგებიდანაც ვამბობ რა. მე არ მჯერა, რომ ვინმეს ჯეროდეს, რომ პატა ბურჭულაძეს რევოლუციის მოხდენა შეუძლია. იმდენად კომიკური პოლიტიკური პერსონაჟია. არის ყოფილიყო მე საერთოდ ვერ გავიგე რა უნდა მამკაც პოლიტიკაში. იქ სადაც ის იყო ზუსტად არის ცნობილი. ფული. არა და თავის ფული. ჩვენ ხო ვიცით მოყოლილი აქვს მიზინა ივანიშვილს რომ ძალიან დიდი ფული მოითხოვა რომ 9 მილიონი მოთხოვა. დააზღვია რა იცი? მე ხო მონღოლობიდან შოულობ ფულს, მაშინ ღეროდა კიდე ხა ერთი ხანში შესული არის როგორც დღეს. მე დათვალა 9 მილიონი ისი დაასაუბრა იცით ალბათ ნათქვამი აქვს ბიზნესი ივანიშვილს მოყოლილი აქვს რომ როგორც კომპენსაცია მიუღებელი შემოსავლებისა. ხვდები შენ რა დათვალა ტიპმა 9 მილიონი რატო გამოვიდა და არა 10 ან 8. როი რამდენი კონცერტი აქვს წელიწადში, რამდენი წელიწადი იმღერებს და ის კონცერტები ვარ კონდეს რამდენს მიიღებს. და ამისი პოლიტიკაში რომ შემოვიდე ამისანაც. კი, კაც მე ხო ეგრე ბრძოლაში რომ შემოვდივარ, მე ხო უზრუნველყოფილი უნდა ვიყო. თეი ბრძოლაში რა მუღამით შედის ბრძოლაში, ხვდები? მაგარი. არა, ნუ კომიკური არსება. კომიკურია, არა, თან კომიკური და თან გარეწარი რა. მე სასამართლო მოვიგე მასთან. უწოდე უპოვარი და უპატრონო ბავშვების ლუკმის მომპარავი. მახსოვს. თაღლითი და მისჩილა და მოვიგე. სასამართლოს ძალით შემიძლია იგივეს გამეყრება რა, რომ თაღლითი ადამიანი ბავშვებს ართმევდა ლუკმაპოს რა. ხო და არა ამის გარდა აი რაღაც სიშტერესთან აქვს საქმე. კი. ანუ ეს არ არის რაღაცა რაციონალური სტრატეგია. არა. არ არის ეს არის აბსოლუტურად რაღაცა ისეთი ზღვარს მიღმა.